რეკლამის შემდეგ ურუნდებით საუბარს. Ну, ვერ უპასუხა ცხადია, მაგრამ აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ლიბერალებს ხო აქვთ აი ეს განსაკუთრებული ეს დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ჰუბრისი, რაღაც სია ამპარტავნება, რომ ისინი არიან გამორჩეულები და აი ეს თვითონ აი ეს მე ძალიან ნერვებს მიშლის ხოლმე ეს გამოთქვა ცივილიზებული სამყარო. რომ აი შენ უნდა აი თავი მოიკლა რუსეთში აკვდე და ცივილიზებული სამყარო ხდები და შენ ანუ ისო 3000 წლის ღარი ისო ჩინეთი იქ ინდოეთია თავისი კიდევ მეტი ისტორიებით ეს არაფერი არ არის და ხო ირანი ყველაზე ძველი ქვეყანა სპარსეთი ხო ანუ ეს არაფერი არ არის და შენ ანუ ეს არის რეალურად იმიტომ დასავლეთმა უკვე მე-19 საუკუნიდან ამ ინდუსტრიული რევოლუციის მერე გადაუსწრო ჩინეთის ეკონომიკას მანამდე ჩინეთი იყო წამყვანი მოხდა ეს ოპიუმის ომები ჩინეთის დაჩაგვრა და მერე ნუ ჩინეთმა კიდევ მძიმე ისტორია მოიარა და აი ეს 200 წლიანი რაღაცა ტექნოლოგიური წინსვლა რომელიც ეხა ისევ ჩინეთი უსწრებს აი ამის გამო არის რომ ზევიდან გიყურებ ანუ 200 წელი 200-300 წელი ევროპის და დასავლეთის ასე ვთქვათ კოლექტიური ამპარტავნება არის ამით გამოწვეული თან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ვერაფრით ვერ შეიმუშავეს აი ვიტყვი სწორი მესიჯი ეთქო დასავლეთს ანუ სწორი მესიჯი რომ შეიმუშაო სწორედ უნდა გქონდეს შენ რაღაცა ტიპის დამოუკიდებლობა ანუ შენ როცა გახარ სუფთა აი ამ ცივილიზაციურ რაღაც მონურცნობიერებაში რო ხარ მით უმეტეს პერიფერიაზე ხო საქართველოს ხო არის ჩვენ გვაქვს რავი დიდი გმირობის ისტორია მაგრამ ჩვენი ისტორიის ბნელი ხაზი არის რომ ვიყავით პერიფერია და ყოველთვის გამოვიმუშავდით ისეთ ჯგუფებს რომელიც ან პირობითად სპარსეთის ან ოსმალეთ თუმე იყვნენ პირობითად რო თქვა და ეხლა იყვნენ ესეთი ტიპები რომელსაც აქვთ მონური ფსიქოლოგია მაგრამ საქმე რაშია იცი რომ ადრე ამას გამართლება ქონდა მაგრამ ეხლა სუვერენიტეტის ფანჯარა გაიხსნა ანუ გეოპოლიტიკურად ისე დაალაგდა რომ ესეთი ტიპის ჯგუფი აღარ გჭირდება რომელიც შენიერის ადაპტაციისთვის ესეთ მანკიებებს მიმართავს რა ოპოზიციონერს რო ეთქვა ლიდერს რომ მოდით რა არ გვინდა მოვერიდოთ რა ომს და საშიშია და ხილად ვიყოთ ხო განუზომლად გაიზდებოდა მისი ფასი თან როგორი გავეშებით პირიქით ყველანი წახოდა რომ და გვეომო უსუფაშვილის ნაირი ვითომ აი ნეიტრალური კი მე მახსოვს მეტრევეთან აი რავი ესეთი უსუფაშვილი მე არ მახსოვს ყველაზე წყნარი ადამიანი რომელიც იძახდა რომ ჯარშიო ჩემშულს არ გაუშვებ ხო და შენ უსუფაშვილის ოჯახს აფინანსებს ინახავს ნატო პირდაპირ ხო ანუ ნატო ინახავს და პეტერეს ტაივანს და როგორ იტყვის მაგას მე ვფიქრობ რომ ისინი ომში გამოსავალს ეძებენ მათ სხვა გამოსავალი არ დარჩენიათ მათ ძალიან კარგად დაინახეს რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა არის ძალიან შორი პერსპექტივა გამორიცხულია არ მეგონი აღარც აქვს მაგდენს კი ხვდებიან რომ პერსპექტივა არ აქვს იმიტომ გადავიდნენ უკვე შემდეგ უკვე ისეთ ნარატივებზე რომელიც საზოგადოებას აღიზიანებს იციან მაგრამ სხვა გამოსავალი არ დარჩენიათ ასევე ომში ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იყო მათთვის რომ შანსები გაზრდილიყო ხელისუფლება ხელში ჩაეგდოთ რომ საქართველოში მოხდარიყო ომი ყველამ ხო კარგად ვიცით რომ მაგენი არც ომში წამსვლელები იყვნენ არც ეგრევე როგორც ეხა გარბიან გაიქცეოდნენ თქვა ზოგი ევროპაში ზოგი ამერიკაში და იქიდან დაგვიწყებდნენ გამოძღვრას და ასე შემდეგ ანუ მათ თავი ქუჩი აქვთ იციან რომ ხარდამჭერები ყავთ თქვა იქ ევროპაში და შეერთებულ შტატებში მაშინ განსაკუთრებით აიდო ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ანუ როგორც აი ეხლა რომ მაგალითად ერთი შანსი დარჩენიათ ერთადერთი შანსია რომ აი ამ მიტინგებზე რაღაცას თუ აწევენ ტემპერატურას რომ ვიღაცა მოკვდეს სისხლი დაიღვაროს ეს ერთი შანსია რომ მაგალითად საზოგადოება გამოიწყუონ ეს ერთი შანსი რომელიც თითქმის უკვე მინავლებულია ხო ეგეც აღარ არის ანუ დარჩენილი იყო ომი და ამ გამოსავალს არიან ჩამოკიდულები თქვენ ვინმეს აი გჯერათ აი მაგალითად საზოგადოების თქვა საზოგადოებას იმართა რომ მაგალითად ღვარღვარად რო ჩამოსდიოდა ცრემლები უკრაინაში რომ დაიწყო რომ მაგათ ეწოდებოდათ ვინმე ან დიდი ან პატარა ან რაღაცა დაარდობდნენ იმასთან დაკავშირებით რომ უკრაინაში რუსეთი შეიჭრა არა პირიქით სიხარული ცრემლები იყო რა იმიტომ რომ ბომბები ცვიოდეს არა სხვა იცი როგორ არის ანუ აი ციდან რომ გამოგიგზავნო რომ რაღაცა საშველი რა დაახლოებით ეგ იყო მაგათვის იგივე მდგომარეობაში იყვნენ მანამდე უკვე რაღაცა სიკვდილის პირას იყვნენ ამ დროს უკრაინაში დაიწყო ომი და ამათმა ატეხეს დიდი ზიამ აჯენდა თავიანთი ხო რა თქმა უნდა რომ
თუ გახსოვთ, ყველაფერი უკრაინასთან იყო დაკავშირებული. თუ რაიმე ხდებოდა. ზელენსკი იყო გმირი კაცი. არავინ და არაფერი არ აინტერესებდა საქართველოში, მხოლოდ უკრაინაზე იყვნენ ჩამოკიდებული. უკრაინის მერე თქვათ, იქ რაღაცა თუ ბავშვები გეწოდება შედალოცილო, რომელიც უმიზნოდ და უმიზეზოდ იხოცებიან. იქ აგერ ისრაელ-პალესტინასთან დაკავშირებით, ხო? ანალოგი ომი იყო, ყველაფერს თავი დავანებოთ, იქაც უფრო მეტი ბავშვები იქ დაიხოცნენ. ვინმე ღაზას სექტორი, ჰააგის სასამართლომ პუტინი რო გაასამართლა, ძალიან უხარია და ნეთანიაჰუ რო გაასამართლა, არა. ხო, არა. აი ეს ხო ხდებოდა მაგის სტანდარტი. რა ხდებოდა, ხო, იქაც ხო ბავშვები იხოცებოდნენ. ვინმეს ერთს ის თუ მაინც უსკავს, რომ ნეიტრალური პოზიციით რანაირად შეიძლება კაცო ბავშვები რაღაც დაუფიქსირდა. არა. ეს ომები უხარია. რა თქმა უნდა, შესაბამისად, საქართველოშიც იმიტომ უნდათ, რომ ომი დაწყებულიყო, რომ შანსი გაჩენოდათ, ვერ გათვალეს, რომ საზოგადოება იმ დონეზე ვეღარ მოწყდებოდა, რომ დაქვემდებარებულიყო მთლიანად ამ რაღაცა დასავლეთიდან დიდ შემოტევას. არ დაექვემდებარა საზოგადოება. თორე აი წინაზეც თქვი, ერთი კაცი ყველა მიცოდა პარლამენტში ვინც იყო, რატომ გაიწვია უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ელჩი საქართველოსთან. პირდაპირ იყო მიზანი, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო ომში. პირდაპირ მოწოდება იყო, აქ არ იყო რაღაცა ეს ირიბი არ იყო, რომ რაღაცა ტექნიკა მომაწოდეთ ან ეს უნდა ჩაერთოთ ომში. ეს ხელისუფლებამ თავის თავზე იყო დარტყმა, უარი თქვა და ამ დროს ყველა გამოდის და წეგან გირჩი რო ახსენე რა. შეიძლება ჩამეთვალა, მაშინ კაცად რო ეთქვა, რომ იცი რა არის, ეხა ომის პერიოდია და თავი დავანებოთ, შეიძლება ხელისუფლებას გვერდზე იქით რომ ხარდაჭერას უცხადებ, უკრაინას ამ დროს რომ ხარდაჭერას უცხადებ, ესე იგი რას ნიშნავს? შენი საზოგადოება ყავს გაწირული ომისთვის. ანუ თავარია როგორმე ხელისუფლება ხელში ჩაიგდო და გაწირული ყავს ყველას დაიწყოს ომი, მე რა მესადღა ჩავძრები, ამოძრები, ხო გაკეთებული აქვს ეგეთი რაღაცეები უკვე, ხო? ეს ხო დაინახა ამ ხალხს. ღირსებასაც ხო ხედავს ამ ხალხს. რა უღირსი ხალხი არის. ეს ერთი დავამთავრებ რაშალო რა და კიდევ ხედავს ამ პოლიტიკური ლიდერების სიბრიყვეს და სიბეცეს. აღარ არის ძალიან მარტივი მაგალითები რა. პოლიტიკური ლიდერების რაღაც წამოიწია ეხლა უკვე პაატა ბურჭულაძე. არა, ეს რაც იმ დღეს პაატა ბურჭულაძე მე გულწრფელად შეუძლებელია პაატა ბურჭულაძე. შემეწოდა მართლა გეუბნები. ავადმყოფია. მე მეგონა რომ ეს კაცი იყო ისეთივე უტიფარი როგორც დანარჩენები არიან, რომ აი მაგალითად მე მახსოვს მისი დაბადების დღე იყო და რაღაც ჟურნალისტები კახეთში სადღაც რომელიღაც რესტორნიდან თუ სასტუმროდან გამოდიოდნენ და როგორც კი რაღაც კითხვა დაუსვეს, ხელისუფლების რუსეთ უმეობაზე დაიწყო ლაპარაკი და ორივე მანქანა რომელიც ახდა, ორივეც რუსული ნომრები ჰქონდა რა. ორივე სადაც თვითონ იჯდა და კიდე მეორე მანქანაში და ეგრევე გადავიდა რუსული და მე მაშინ ესეთ პოზიცია მქონდა რომ რაღაცა უტიფარია ჩვეულებრივი. ეხლა რასაც მოусმინე, საწოდავი, არ ვიცი რა სიტყვა უწოდო, ვის რაღაცას შეურაცხყოფა არ მივაყენე. ეს ხალხი ხო უყურებს კაცო. ის ჩვეულებრივი გლეხი კაცი რომელიც გადადებულია თავის საქმისთვის. ხო სტადიონი მიხირავეთ. ეს ხო და იმ სტადიონზე რა უნდა გავაკეთოთ, მე თავი ხო ის არის. ჩვენ იქო რო შევიკრიბებით ეს ხალხი. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რომ გვინდა ხელისუფლება თუ არ გვინდა. თუ არ გვინდა და დამთავრებული მაგათი ამბავი. კერძო პირსო ფული გადაუხოდოსო ხელისუფლებამ. ხო და არა სანამ მაგას იყო და თავიდან განცხადება შეტანილი აქვს მერიაში. შეიტანა რომ მოგვაქირავეთო დინამო სტადიონი. ეგეც არ იცოდა რომ კერძო იყო. იქიდან რომ პასუხი მიიღო რომ ეს ჩვენ არ გვეკუთვნისო. მე უკვე ოფიციალურად ხოსო. თქვენო იქირავეთო მე ვუსმინე არსად არ წამოდი. არა კაცო ყველამ ვიცი. თქვენო იქირავეთო ფული გადაიხადეთო და ჩვენ იქულა მივიღოთ გადაწყვეტილება როგორ მალე უცბად უნდა დაგამხოდოთ. კიდევ ერთი წრე შემოვხაზოთ ჩვენ სწრაფად. ესე იგი ჩვენ ომი რა თქმა უნდა ეგზისტენციური საკითხია და მნიშვნელოვანია. ლიბერალიზმის სოფლიო კრახიც, რომელიც განსაკუთრებით კინოულად დაისახა აი ამ ჩვენს ეგრეთ წოდებულ ლიბერალ დებილებზე, დაფინანსების შეწყვეტაც მოდით ეგრე ვთქვათ პირდაპირ და ბუნებრივია თავიანთი მომღრეების მუდმივი ჯანჯღარი. რომ აი ხა დღეს არის საბოლოო დღე და როგორც იგავში არის გელზე და გელის რო იძახის ბავშვი ტყუილად და შემდეგ მართლა რომ გელი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი გავიარეთ. ეხლა ჩვენ უნდა ვნახოთ
პერსპექტივა არის ის, რომ არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო თავის სიტყვასაც იტყვის და აკრძალავს ნაცებს დანარჩენი პარტიებიც რომლებიც არ იღებენ ალბათ მონაწილეობას ან თუ იღებენ მაგას მნიშვნელობა არ აქვს მარგინალიზდებიან და არის შანსი რომ ამ აუდიტორიას ამ ელექტორატს გამოუჩნდეს პატრონი და რაღაცა დავინახოთ რომ ნორმალური ოპოზიცია არსებობს. რა კრიტერიუმები უნდა ქონდეს ახალ ოპოზიციას მოდით დავიწყოთ. მე ფიქრობ რომ საერთოდ უნდა გაწყვიტოს აი ამ ევროპასთან აი ესეთი კავშირი. ანუ დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს მათთან. შეიძლება ის აწვებოდეს ევროპულ იდეოლოგიას, მაგრამ ევროსკეპტიკოსი უნდა იყოს. თუ ევროპულ ნამდვილი ევროპელი უნდა იყოს. ხო, ევროსკეპტიკოსი. ანუ ევროპელი ლიბერალები თუნდაც ახლები რომ მოვიდნენ, ისინი ეგრევე მოექცევიან ევროჩინოვნიკების გავლენის ქვეშ და ეგრევე ჩაჩმორდებიან როგორც ესენი. აბა ხო. მე მოკლედ რო თქვა, როგორი უნდა ძალიან მოკლედ ვთქვა, ძალიან მარტო ვთქვა, ძალიან პრაქტიკულ რაღაცებს. პირველი ვინმე თუ იტყვის ახალ პოლიტიკურ პარტიას რომ უშიმშილოთო, ის უნდა გააგდონ პოლიტიკურ პარტიიდან. მეორე, თუ ფსიქიკური პრობლემების აუცილებლად, ანუ ჩემი აზრით ახალ ფსიქო, არა, ოღონდ მარტო ნაყიდი ფსიქო. არა, ოღონდ ნაყიდი ფსიქო არა. ანუ რეალური ფსიქო უნდა იყოს და მე მესამე კარგი იქნება თუ უცხოენის გარდა მინიმუმ სკოლი 5 წიგნი მაინც ექნება რაღაცა ოღონდ პროფესიულს გულისხმობ რა. გასაგებია. თხოვთ. როგორი უნდა იყოს? ახალი თუ ესენი? ახალი ესე ხა ესე რომ ჩამოვწერე. ესე ჩამოვწერე. არა, რეალურად ჩვენ არ ჩამოგვიწერია კაცო, არ არსებობენ ხო თქვით არა? ეგზორციზმი თუ უშუალოდ. პრინციპულად ლიბერალური არ უნდა იყოს, პრინციპულად ლიბერალური არ უნდა იყოს და თუ ევროპული იქნება როგორც თქვით. რაღაცა ტრამპის ხაზი, ორბანის ხაზი უფრო რაღაცა ესეთი ტრენდს უნდა ესე ვთქვათ მოაჯდეს. უფრო უკეთესი იქნება სუვერენული ესეთი ძალები თუ გაჩნდება. რომელიც კონკრეტულ საქმეებზე აკრიტიკებს ხელს ძალიან კონკრეტულ საკითხებზე და არა იმაზე რომ რუსეთი რატო ხარ რუსი და შეაგინე რუსს და ასე შემდეგ. არის ესეთი მომენტი. გდანის მაჟორიტარი ხარ და ამხობ პუტინს. არის ესეთი მომენტი ხა პოლიტიკურად რადგან აი რა არის მობილიზაცია და სუვერენიტეტი, ხო? ამ შემთხვევაში ეს არის რაღაც მობილიზაციის რაღაც დონე იყო. ეს მობილიზაციის დონე ხშირ შემთხვევაში მოითხოვს შიგნის საქართველოს შიგნის კონკრეტული პოლიტიკური ამბიციების დადგმვასაც. ამიტომ რომ კონკრეტული ამოცანებია გადასაჭრელი. ეს კონკრეტული ამოცანები დაკავშირებული იყო იმ ქარიშხალთან, რა ქარიშხალიც ახლა ჩვენ ირგვლივ არის, ახლა სამწუხაროდ რაღაცა აზერბაიჯანის და სომხეთშიც რაღაცა ცუდი პროცესები ხდება, რაც არასასიამოვნო პროცესები იწყება. შეიძლება ჩვენი შანსი იყოს ეგეც თუ ჯგერად მოიქცეს. და ამ პროცესში რა თქმა უნდა ახლა ბევრი ამბიცია, პოლიტიკური ამბიცია იქნება რაღაცნაირად დადგმული, ბუნებრივია. მაგრამ ეს ხო სადღაც დაგროვდება, არ შეიძლება ტოტალურად მობილიზებული იყოს საზოგადოება. არა, რა თქმა უნდა. მე ველოდები იმას, რომ აი ეს როდესაც ქარიშხალი ჩაივლის, მე რა თქმა უნდა აი ეს ამბიციების გამოვა გარეთ. მე ვიტყოდი რომ უნდა იყოს კონსტრუქციული, უნდა იყოს თემებზე ორიენტირებული, როცა წააგებს არჩევნებს, უნდა შევიდეს პარლამენტში და რაც თავარია, უნდა თამაშობდეს სუვერენიტეტის წესებით, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება თამაშობს ერთ სპორტს, ანუ ეს არის სუვერენიტეტის სპორტი და ესენი სხვა სპორტს. ყველა ხო ჯაშუშობანას, ანუ ყველა ქართულმა პარტიამ, ოპოზიციამ და ხელისუფლებას ორ რამეზე უნდა შეთანხმდეს. საქართველოს უპირველეს ყოვლისა. შეიძლება ბევრი არ გქონდა. ჩვენისთან ქვეყანაში, პატარა ქვეყანაში და მე მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, პრობლემები სულ იქნება რა. და სულ იქნება მცდელობები, რომ მაგალითად დიდი მოთამაშეები და ქვეყნები ჩაერივნონ ქვეყნის შიდა საქმეებში. ეს არის ორჯერ. ამას არ უნდა ეხლა ბევრი მჭერმეტყველება, რომ ეს არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს რაღაცები გაანეიტრალოს, ეს გარე რისკები, შესაბამისად ეს ყოველთვის იქნება. ხან სხვა დონეზე, ხან სხვა დონეზე. შესაბამისად, ეხლა რომ ოპოზიციის, თქვათ, ლიდერი ვინმე გამოიკვეთოს, პირველ რიგში ადამიანს რაც უნდა ჰქონდეს, მე უნდა დავინახო, რომ ის არის ღირსეული ადამიანი, კაცი. ადამიანი, რომელსაც ამოძრავებს თავის ქვეყნის და საზოგადოებისთვის სასარგებლო მიზნები. ანუ
ერთი ესეთი პატარა მაგალითი. თუ რა თქმა უნდა იქ დასავლეთიდან ჩარევები იქნება და ოპოზიციას რაღაცა ფორმით დაეხმარებიან, მაგრამ შენ უნდა შენი პოზიცია გქონდეს დაფიქსირებული. იმის იქით რომ არ გადახვალ, იმათ უნდა იცოდნენ. გაფინანსებენ, ამას არ უღალატებ იმ რაღაცა ხას. უყურეთ, თემა იყო ესეთი, ხო? ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო და ჩაგვიწერა, რომ ითხოვდნენ, რომ უნდა ესეთი მარტივი მაგალითი რუსეთს დაუწესოს სანქციები. ყველამ ხო ვიცით, რომ სანქციების დაწესებით ქვეყანა დაიღუპებოდა. ერთი ოპოზიციონერი მაჩვენეთ, ვინც გამოვიდა და თქვა თქვენ გენაცვალეთ ევროპარლამენტარებო, ჩვენი მეგობრები ხართ, მე რაღაცა აქ პატარა შეცდომას ვხედავ მე მაგალითად, ამას ხარს არ უჭერ. ამისი ღირსება კაცს არ აქვს. არც კაცს და არც ქალს, მან ვინც არის. ანუ ერთი კაცი რომ გამოცხეს ეხლა ოპოზიციონერი რქვას, დასავლეთი აფინანსებდეს, ყველაფერი იგივე გააკეთოს და ხანდახან ისეთი განცხადებები გააკეთოს, რაც საზოგადოებას ჭირდება, ის აუცილებლად ამაღლდება სხვაზე. 10 ნაბიჯი 100 ნაბიჯით გადაასწრებს სულ ყველას ერთად. დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო განხილვა იყო. ჩვენ მაინც ვერაფერი ვერ გავიგეთ და ალბათ ეს საოცარი ამბავი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, როგორ მოხდა ერთ წელიწადში განადგურება ოპოზიციის. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგი ანალიზი დავდეთ, მაგრამ რაღაცას კიდევ ვერ ხვდებით. ალბათ დრო უნდა გაიაროს, რომ როგორ მაგას მოხერხებმა უნდა, მეგობრებო, რაც ახლა ამათმა გააკეთეს. მაგრამ არა აგენტის ხვედრი, მაგას ხო, ალბათ შეიძლება. გამოსავალი არ არის. ხო, დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ, ჩვენ ერთმანეთს მოვალ შაბათს შევხვდებით.